მართლაც შეიძლება ვთქვათ, რომ ესმოდა მას ვეფხისტყაოსნის მნიშვნელობა და რამდენიმე შესანიშნავი სტატია აქვს დაწერილი. აი რაც მართლა მონოგრაფია განსაკუთრებით ვეფხისტყაოსნის ინგლისური თარგმანები, რომელიც არის ნამდვილად შესანიშნავი მონოგრაფია, მაგრამ მთელი ამბავი რა არის? რატომ არის აი არა აპროპო ჩემთვის ეს ხატი და ეს სურათი? არა იმიტომ რომ აი ჩვენ თავი არ უნდა მოვიწონოთ ვეფხისტყაოსნის და რაღაცით, არამედ არსებობს რაღაცა ტიპის კომუნიკაცია. არსებობს რაღაცა ტიპის კომუნიკაცია და როდესაც შენ ამ კომუნიკაციაში შეგაქვს ისეთი ელემენტი, რაც მისთვის თავიდანვე აი მე საკითხული მაქვს რეაქცია ერთ-ერთი ჟურნალისტის, ფოსფორს დაიწერა ამის შესახებ. და ამერიკელი ჟურნალისტი იყო გაუგნებული, მეფელერს ინგლისურად გვიკითხავდაო. არა, თითქოს ეს ხო, ნამდვილად განათლებული ადამიანი, რომელმაც გამსხურდაზე ლაპარაკობ, რომელმაც თარგმნა ამერიკელი პოეტები, მაგრამ მეჩვენება, რომ აი ფილოლოგი პრეზიდენტი დაახლოებით ისეთივე რაღაცა იყო, რაც აი აკაკი წერეთლისთვის მეფე პოეტი, ხო? დაუშვათ მეორე მომენტია რეალურად რა იყო თეიმურას პირველი ან თეიმურას მეორე და ამას თავი დავანებოთ, მაგრამ აი აკაკი წერეთელი რასაც ამბობს დაუშვათ, როდესაც პიუპიუს მღერის მეფე მისი სამშობლო ვაი სიმღერა, ხო? და ნუ ამას ამბობს სერიოზული ქართველი ნაციონალისტი, ხან ლიბერალი ნაციონალისტი აკაკი წერეთელი, ხო? მეორე სურათი, შევარდნაძის სურათი. შევარდნაძის სურათი ასე მეტყველებს, ხო, აი ეს დიდი ინვესტიციები რაც ჩაიდო მასში, ხო? ქართველ ლიდერის მხრიდანაც, რომ აი მისი საზღვარგარეთული გამოცდილება და როგორ დადიოდა ეს საზღვარგარეთული გამოცდილება ბოლოს რაღაც ილეოდა რაღაცნაირად ლოგიკურ დასასრულამდე. რაც შეეხება სააკაშვილისა და ბუშის ხალხმხარეზე ყოფნა და ხალხის მეორე მხარეზე ყოფნა, მე მგონი ძალიან კარგად გამოხატავს ჩემი აზრით, აი ეს გამჭვირვალე, მაგრამ შუშა, აი იმას ჩვენ ვერ მივხვდებით მყინვარისა და თერგესარიღოს და ის ჩვენ ვერ ჩამოგხვდება. ისინი ერთ მხარეზე არიან და არა ის იმდენად საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც იმდენად განსხვავებით გამსახურდიასაგან უკვე ისეთ კომუნიკაციაში შევიდა, რომ უკვე საკუთარ საზოგადოებასთან დაკარგა კომუნიკაცია. მაგ სახის მეტყველებას უნდა დაამატო ბომბი, რომელიც არაფეთქდა. ზამთროვანია. ეს ცნობილი არუთინოვი ხო. ეს ანუ ადამიანმა რეალურად მოახერხა მოინდომა ამ შუშის ჩამსხვრევა, რომელიც არაფეთქდა. მაგრამ მეორე მომენტია ძალიან საინტერესო, მე არ მინდა ამ თემას შევეხოთ, მაგრამ ესეც უნდა ვთქვათ, რომ აი ამ მომენტებში აი აქ არის ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, შეიძლება გარდამტეხი მოვლენაც კი როგორც არის 11 სექტემბერი, მაგრამ მოდი ამას ახლა ჩვენ თავი დავანებოთ და ვთქვათ, მოდით ვილაპარაკოთ გამოცდილებაზე და ლიდერზე. სამი ტიპის ლიდერი, ხო? საკმაოდ განსხვავებული ლიდერი. ქარიზმული ლიდერი, ორი ქარიზმული და ერთი პრაგმატიკული ლიდერი, ტრადიციული, როგორც ვებერის მიხედვით ტრადიციული. ფუნქციონერი პრაგმატიკოსი, თქვა და ასე და თუ აი ავიღებთ აი ამ სამი ტიპის სახელმწიფოს, ხო, ასევე სოციოლოგები ლაპარაკობენ ამ სამი ტიპის სახელმწიფო, როგორც ციხესიმაგრე სახელმწიფო, როგორც მანუფაქტურა, ქარხანა სახელმწიფო, როგორც ოფისი, ხო? ესე იგი პირველი და მესამე პრეზიდენტი თითქოს უფრო აი სააკაშვილი მოვიდა როგორც მენეჯერი, მაგრამ გორში მოიქცა როგორც ცუდი მეციხოვნე, თქვა და ჟანრები აურია ერთი მეორეში, რა? მაშინ როდესაც ფუნქციონერი დროდადრო იქცეოდა როგორც ნამდვილი მეციხოვნე, ხო, სოხუმში დაუშვათ. ხო, ესე იგი პიროვნული არის უბრალოდ. ესე იგი მეორე, მაგრამ ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ მიუხედავად ამისა, არა, აი თითქოს ამ სამივე ლიდერს სამივე დროს რაღაცა დროც წარმოშობს ამ ასეთი ტიპის ლიდერებს, ხო? საზოგადოება, რომელიც ვერ ყალიბდება, რომელიც ვერ ახერხებს თვითარტიკულირებას, რომელიც საკუთარ თავს სიმართლეს ვერ ეუბნება ბოლომდე, საზოგადოება, რომელიც რეალურად დივერსიფიცირებული, ანუ მრავალი ნაწილისაგან შედგება, მაგრამ ვერც ერთი ნაწილი ბოლომდე ვერ ახერხებს თვითიდენტიფიკაციას, სიმართლის თქმას საკუთარ თავზე, საკუთარ ინტერესების გამოხატვას, თითქოს მას სჭირდება ესეთი რაღაც გამოერთიანებელი. მაგრამ დღეს ახლა უყურეთ თქვენი ლაპარაკიდან რა გამომდინარეობს და ჩვენი საერთო საუბრიდან, რომ დღეს თითქოს რაღაც სხვა სიტუაციაა. დღეს ესეთი ლიდერი არ არსებობს. და უფრო მეტიც, არ არის მოთხოვნილება ასეთ ლიდერზე. ხო, მაგრამ არის საზოგადოების ნაწილისთვის ხომ არ არის ეს იმისი ნიშანი, რომ მართლაც რეალურად საზოგადოებამ მიგრძნო, რომ ის მართლაც
სხვადასხვა ნაწილებისაგან შედგება. Აი ამ საზოგადოების ნაწილებს, საზოგადოების სხვადასხვა ფენებს გაუჩნდათ თვით საკუთარი თავის გამოხატვის სურვილი და უნდა ამ საზოგადოებას, ასეთ განსხვავებულ საზოგადოებას, რომ ასახვა პოვოს ძალაუფლებაში. არა როგორც ერთი ლიდერის სახით, არამედ რაღაც სრულიად განსხვავებული ჯგუფების სახით. ზადა ერთ თავიდან ვიტყვი ამ შემდეგს ისევ იმ პრობლემას უბრუნდებით გავანალიზებელ წარსულს ასევე გავანალიზებელ დარჩა ზვიადგამსახურდიას ფენომენიც ედვარდ შევარდნაძესაც და მე მგონი სააკაშვილის თუმცა რამდენიმე საინტერესო სტატია დაიწერა ამაზე დაიწერა კი მაგრამ მე რას გულისხმობ რომ მაინც დომინანტური რჩება ის რომ ვიღაცას ესე იგი უყვარს და გიждდება და ვიღაცას ზულს ესე იგი ძალიან გაყოფილი იყოს ზვიადგამსახურდიას შემთხვევაში ეს ისა და მე ვფიქრობ რომ დღემდე ობიექტურად არ დახასიათდა არც ის პირობები, არც ის ატმოსფერო, არც ის წყალქვეშა დინებები, არც ხარდამჭერთა და უახლოესი გარემოცის ფატალური როლი ზვიადგამსახურდიას შემთხვევაში და ეს არის მნიშვნელოვანი რომ აი ზვიადგამსახურდია პოლიტიკაში არ უნდა მისულიყო ნამდვილად მას არ ქონდა არც ის თან ასეთ რთულ სიტუაციაში როგორც მაშინ იყო ხო მაგრამ უნდა ითქვას რომ იცი რა არ მისცეს ასპარეზზე გაეკეთებინა ის რაშიც ის ძლიერი იყო როგორც ფილოლოგი ჯერ მარტო ის გამოდგება ამის დადასტურებად რომ საბჭოთა პერიოდში ესე იგი კაცი რომელიც იყო საუკეთესო სპეციალისტი დასავლური ევროპული ლიტერატურის და თვითონაც შესანიშნავად თარგმნიდა კარგი ფილოლოგი იყო ნამდვილად ხო ესე იგი ლექციებს კითხულობდა საღამოს დასწრებულზე უნივერსიტეტში რუსულ ფაკულტეტზე იმაში ენაში ინგლისურ ენაში ვინ აღარ კითხულობდა საზღვარგარეთ ლიტერატურას ისე უნდოდა რომ წაეკითხა რაღაცა ქონოდა რეალიზაციის ასპარეზი და თვითგამოვლის ეგ უკვე იყო ძალიან შევიწროებული და აი რაღაცნაირად უბიძგეს არ ვიცი ეხლა მაგრამ ეხლა სერიოზულ მონაცემებზე ნამდვილად განმანათლებელი იყო ესე იგი წიგნების თვითონ დაქონდა სახში ოღონდ წაეკითხა ვინმეს ნუ ეს ანთროპოსოფიით მისი გატაცება ძალიან სერიოზული იყო და ამაში სულ სერიოზულად ბოლომდე დარჩა მაგრამ არ ვიცი კაცო არ ხონდა რა რამდენად ეთანადება ოფიციალურ მართლმადიდებლობას ეს არ ეთანადება და განსხვავებულია კიდეც როგორც ძალიან მიუღებელი მაგრამ ეს სხვა საქმეა ეხლა მე ვამბობ რომ აი რაღაცნაირად უბიძგა ყველაფერმა რომ გადასულიყო იმ სფეროში სადაც ის ძლიერი არ იყო ნამდვილად და პოლიტიკაში დისიდენტობაში რომელსაც ვერ გაუძლო და მოინანია შემდეგ პოლიტიკაში სადაც აღარ უნდა მოსულიყო იმ მარცხის შემდეგ და ასე შემდეგ და გაცილებით საზოგადოებამ დაუშვა რა თქმა უნდა და მე ამიტომ ვარ წინააღმდეგი ხელისუფლებას დაბრალდეს ყველაფერი ვინც არ უნდა იყოს ის ხელისუფალი და ერთდროულად უნდა ვილაპარაკოთ სწორედ საზოგადოებასა და ხელისუფლებაზე საზოგადოება როგორ უბიძგებს მას განუწყვეტლივ როგორ უბიძგებს ახალ-ახალი შეცდომებისაკენ და ბოლოს ის იღუპება და მისი გარემოცვა ამოტივტივდება და ისე ვიკავებს ცხოვრებაში ადგილს და ის ერთი ადამიანი საზოგადოებამ ჩადო მასში ესეთი ინვესტიციები რომლის აწევა მას არ შეეძლო ხო ისე რომ ჩემი ხო ასე იგივე დაუშვათ სააკაშვილს საკუთრებული ქონდა სააკაშვილს მაგალითი ქონდა წინ გასაკუთრებულად არ ქონდა მაგალითი მას ქონდა პასუხისმგებლობა დაიშალა საკუთრებული და მას აბსოლუტურად გამოუცილ ადამიანს ქონდა ძალიან პასუხისმგებლობა როგორ გამოიყვანა კრიზისიდან და ვერ გამოიყვანა კრიზისიდან სიტუაცია მაგრამ არჩევნები არ ყავდა სააკაშვილს თელი ისტორია აქვს წინ მაგრამ ნახავი ყველა შეცდომა გარემოცვა შეგდებოდი ქცევა გამოსახულდა სპონტანურად ქცევა შეხედულებაში და მისი ბევრი მისი იგივე ბრალი რაც შეიძლება ვილაპარაკოთ მისი ბრალი არ იყო უშუალო სიტუაციიდან გამომდინარე იყო და სიტუაცია ძევალი იყო სააკაშვილი არ არის ძევალი სიტუაციის სააკაშვილი თვითონ ქმნის სიტუაციას თავისეულად მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში არ შეიძლება ვისაუბროთ სწორედ ჩვენს ანუ საზოგადოების მეგონი სააკაშვილის მრჩევლება რომელიც ჩრდილში არიან არჩანან და კარგად იფლობა სიტუაციას მათ კარგად შეისწავლეს ქართველების ბუნება და სწორედ მათ მაქსიმალურად უნდათ როცა ლაპარაკი არის თვითონ ქართველებს შეცვალონ სინამდვილეში კენდოს შეცვალონ ქართველები ახალი ქართული კენდო გამოიყვანონ უნდა დააბრუნონ 20-იან წლების ქართველობაში ანუ მათ არ უნდათ ქართული შეიცვალოს რომ გამსახურდიაში და საბჭოთა დაშლის შემდეგ და გამსახურდაზე შევრანძის დროს მაინც მეტი თავისუფლება იყო ადამიანის მიეთად თავის მეტი გამოვლენის საშუალება ამის ეშინია სააკაშვილს ასეთი ადამიანის კიდევ ვერ აირჩევენ მას რომ იყოს რეალური არჩევნები ამიტომ მან უნდა დააბრუნოს ხალხი უკან
წინ კი არა, იმიტომ რომ ერთადერთი გამოსავალია ბოლშევიკურ რეჟიმში დააბრუნოს ახალგაზრდები, რომ ძალიან იოლია მათი დღეს მართვა და მათი გამოძერწვა. ამიტომაც არის ლაპარაკი მოდერნიზაციაზე და ვესტერნიზაციაზე დემოკრატიის გარეთ. ანუ ჩვენ გვჭირდება მოწინავე, მოდი ესე ვთქვათ, აღმოსავლეთი დასავლეთი დაუბრუნდეთ ესე ამ თემას, ხო? დასავლეთი არის პროგრესის ნიშანი, ტექნოლოგიები გვჭირდება